ორივე ლიდერი ვოლოდიმერ ზელენსკიც და დონალდ ტრამპი ძალიან პოზიტიურად აფასებს ერთ საათიან შეხვედრას, რომელიც შედგა დავოსში, თუმცა ახლა დავიწყოთ ჩვენი საუბარი ვოლოდიმერ ზელენსკის მართლაც ისტორიული სიტყვით, რომლითაც ის წარდგა დავოსის ეკონომიკური ფორუმის და იქ დამსწრე საზოგადოების წინაშე. მართლაც ძალიან ემოციური და ხანგრძლივი სიტყვა ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტს, სადაც მან ამხილა ფაქტობრივად ყველაფერი რაც ხდება ახლა მსოფლიოში და მან მაგალითების დონეზე ჩამოუთვალა როგორც ევროპელ ასევე ამერიკელ ლიდერებს ის რომ ახლა რასაც ხედავთ ჩვენ დასავლელი მოკავშირეების დასავლელი ლიდერების მხრიდან ნაბიჯებს ეს არ არის საკმარისი მან გაიხსენა ირანის მაგალითი რომ აიათოლა ხამენეიმ ისარგებლა იმით რომ რეალურად ჩვენ ვერ ვნახეთ ქმედითი ნაბიჯები დასავლეთის მხრიდან და საკუთარ მოქალაქეებს გაუსწორდა იარაღით ასევე მან გაიხსენა ვენესუელელი დიქტატორის აყვანის სპეცოპერაცია და თქვა რომ მნიშვნელოვანია რომ ნიკოლას მადურო არის წარდგენილი ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე თუმცა იგივე ჩვენ ვერ ვხედავთ ვლადიმერ პუტინის თავს და პირიქით ზელენსკი ფიქრობს რომ ახლა ომის დამნაშავე დიქტატორი ცდილობს რეაბილიტაციას და გაყინული აქტივების უკან დაბრუნებას. მართლა ძალიან ემოციური სიტყვა ჰქონდა და ისტორიული სიტყვა ჰქონდა დღეს ვოლოდიმერ ზელენსკის, რამაც დარბაზიც არ დატოვა, ბუნებრივია გულგრილი. ამ ვრცელი სიტყვის შემდეგ ზელენსკის დარბაზში დამსწრეები ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ ვოლოდიმერ ზელენსკის სრულიად დარბაზი ფეხზე წამოუდგა. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ რა ჰქონდა სათქმელი დღეს მსოფლიოსთვის უკრაინის პრეზიდენტს. Just last year here in Davos. გასულ წელს აქ დავოსში ჩემი გამოსვლა დავასრულე სიტყვებით. ევროპამ უნდა იცოდეს როგორ დაიცვას თავი. ერთი წელი გავიდა და არაფერი შეცვლა. Maduro is on trial in New York. Sorry, but Putin is not on trial. ვენესუელის პრეზიდენტი მადუროს სასამართლოს წინაშეა ნიუ-იორკში. ბოდიში, მაგრამ პუტინი არ არის სასამართლოს წინაშე. მეტიც პუტინი კვლავ იბრძვის ევროპაში თავისი გაყინული აქტივებისთვის და ის წარმატებებს აღწევს. რატომ შეუძლია ტრამპს ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების გაჩერება, ევროპას კი არა? ვინ უპასუხებს თუ პუტინი თავს დაესხმება ლიეტუვას და პოლონეთს? ირანში მიმდინარე პროტესტებზე ძალიან ბევრი საუბარი იყო, მაგრამ ის სისხლში ჩაიხრჩო. მსოფლიო ირანელ ხალხს საკმარისად არ დაეხმარა. გვერდზე დგომა არჩია. იმ დროისთვის, როცა პოლიტიკოსებმა პოზიციების ჩამოყალიბება დაიწყეს, აიათოლამ უკვე ათასობით ადამიანი მოკლა. როგორი იქნება ირანი ამ სისხლის ზღვრის შემდეგ? თუ რეჟიმი გადარჩება, ეს მკაფიო სიგნალია ყველა მოძალადისთვის. მოკალი საკმარისად ბევრი ადამიანი და ხელისუფლებაში დარჩები. რაც შეეხება შეხვედრას ამერიკის პრეზიდენტთან. კარგი შეხვედრა ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, პროდუქტიული და შინაარსიანი. ჩვენ განვიხილეთ გუნდების მუშაობა და ფაქტობრივად ყოველდღე გვაქვს შეხვედრები ან საუბრები. დოკუმენტები კიდევ უფრო მეტად არის მომზადებული. დღეს ასევე ვისაუბრეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე. პრეზიდენტ ტრამპთან წინა შეხვედრა დაგვეხმარა ჩვენი ცის დაცვაში. ვიმედოვნებ, რომ ამჯერადაც გავაცლიერებთ ჩვენს თავდაცვას. მადლობა გადაუხადე მას საჰაერო თავდაცვის რაკეტების წინა პაკეტისთვის და დამატებითი რაკეტები ვთხოვე. ჩვენი პრიორიტეტია სიცოცხლის დაცვა, ჩვენი მდგრადობა, ერთობლივი დიპლომატიური მუშაობა. ომის დასრულების შესახებ დოკუმენტები თითქმის მზადაა. რუსეთიც მზად უნდა იყოს. დავოსის ეკონომიკური ფორუმი იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა ამერიკელი და უკრაინელი ლიდერებისთვის, რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს, გაეცვალათ აზრები და ემსჯელათ ომის დასრულების გეგმაზე. ეს იყო დაახლოებით ერთ საათიანი შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია დონალდ ტრამპს და ვოლოდიმერ ზელენსკის არ გაუმართავთ, თუმცა დონალდ ტრამპმა მედიასთან გააკეთა მცირე კომენტარი ამ შეხვედრის შესახებ. ის პოზიტიურად აფასებს უკრაინის პრეზიდენტთან აუდიენციას და მოუწოდებს ვლადიმერ პუტინს რომ ომი უნდა დასრულდეს. კარგი შეხვედრა იყო, როგორც ისიც გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა პუტინთანაც. პრეზიდენტ ზელენსკისთან კარგი შეხვედრა ჰქონდა. ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს დასრულდება. ძალიან ბევრი ხალხი დაიღუპა, 30,000-მდე ადამიანი მოკლეს, უმეტესად სამხედროები და ეს ნამდვილად არის ომი, რომელიც უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა დაველოდოთ რა მოხდება. გვაქვს შეხვედრა რუსეთთან, რომელიც ხვალ შედგება. ყველას უნდა რომ დასრულდეს ეს ომი. ომის დასრულების გეგმაზე მოლაპარაკებები გრძელდება და შეთანხმებაზე ეს მოლაპარაკებები გრძელდება. უკვე მოლაპარაკებები ხვალიდან გადაინაცვლებს გაერთიანებულ ემირატებში, სადაც ასევე რუსეთის დელეგაციაც ჩავა.